დღემშვიდობის BMB-ის გუნდი წარმოგიდგენთ საქმის კურსს, რომელსაც ბექა ბაციკაძე გაუძღვება. ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. გუშინ საღამოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სტატუსით ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე საქართველოს კი მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ასევე ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს. თქვენი ხმა და თქვენი ევროპული მისწრაფებები გავიგონეთ და დღეს საქართველოს ამაღია მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს იმედს ნიშნავს, დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლომ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე. 14 დეკემბერი ჩაიწერება თარიღი, როგორც საქართველოს დღეიდან უკვე არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა, საქართველოს არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რას ნიშნავს სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის? რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები, როგორია მოლოდინები კერძო სექტორის შეფასებებს მოისმენთ ზვია ჭუმბურიძე, ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი და თამაზ დაუშვილი, კომპანია დიოს დამფუძნებელი გვერდებიან პირდაპირ ეთერში. ბატონ ზვიად, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის. ბატონ თამაზ, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონ ზვიად, დავიწყოთ თქვენ დაგიბრუნდებით ბატონ თამაზ რამდენიმე წუთში. ბატონ ზვიად, პირველ რიგში შეფასებები თქვენი, ჩვენ საუბრობდით ამ თემაზე, იქამდე სანამ სტატუსი მიენიჭებოდა საქართველოს და იყო მოლოდინი, რომ ეს ასეც უნდა მოხდარიყო, გარკვეული წინაპირობების შესრულების პროცესი იყო მაშინ. თქვენ ახლა რა მოლოდინები გაქვთ და როგორ შეაფასებთ გადაწყვეტილებას? ბექა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, პირადად თქვენ, მთელ ჟურნალისტთა კორპუსს და ზოგადად ჩვენ საზოგადოებას ულოცავ ამ მე ვიტყოდი ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს აბსოლუტურად თვისობრივ და განსაკუთრებულ ადგილს მიუჩენს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. რაც მთავარია ის, რომ ნახეთ ქვეყანა გახდა კანდიდატი და რეალურად აბსოლუტურად სხვა მე ვიტყოდი ახალი პერსპექტივები, რეალიები იხსნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, რომ მე ვიტყოდი ისტორიისთვის, რა თქმა უნდა, რამოდენიმე წელიწადი ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული დრო, ამიტომ მე ესე ვიტყვი, რომ თუნდაც მოკლე პერიოდში გაჩნდეს კიდევ ერთი დამატებითი შანსი, რომ საქართველოს დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში და მისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს აი ამ დავარქვათ ევროპულ განზომილებაში. პერსპექტივები არის უზომოდ დიდი. რა თქმა უნდა, აქ უკვე ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენი მოქალაქის შესაძლებლობების ზღვარზე უნდა გავიდეთ, იცით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ბექა, რომ ჩვენ მივახციოთ ყველა იმ დაგეგმილ რეფორმას, ყველა იმ დაგეგმილ დავარქვათ მოთხოვნის შესრულებას. მოთხოვნაც ცუდი სიტყვა პირდაპირ გეტყვით, ეს არის ის პუნქტები, რომელიც უნდა აუცილებლად შევასრულოთ. დავარქვათ, ხო, ეს არის საგზაო, დავარქვათ, მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში აი ამ ევროპულ დიდ ოჯახში დაგვაბრუნებს. აქ კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ საზოგადოებას უთხრა ერთი განსაკუთრებული მომენტი უნდა აღვნიშნო, რომ ნახეთ ეს ყველაფერი, რაც ჩვენი გასაკეთებელია და ჩვენ უნდა შევასრულოთ, ბექა, აუცილებლად არის ისევ ჩვენთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო. აქედან გამომდინარე, ყველა ის დავარქვათ კონსულტაციის შედეგად მიღებული და როდესაც გაიხსნება მოლაპარაკებები უკვე გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ეს იქნება 24 წლის ბოლოსთვის, ჩემი ვარაუდია, საქართველოს უნდა კონდეს აი სწორედ ეს მოსამზადებელი პერიოდი, რომ ზუსტად განსაზღვროთ თუ სად გვინდა რეფორმების ჩატარება, ინფრასტრუქტურა ქვეყნის მოწყობის და ყველა მიმართულებით, იცით, ეს ყველაფერი უნდა ერთ დავარქვათ 2024-ში მაგის დრო იქნება და ეს იქნება პრიორიტეტული, რადგან საარჩევნო წელია და საკმაოდ მძიმეა ხოლმე პერიპეტიები, როგორც წესი. ბატონ ზვიად, რა თქმა უნდა. აი, უკაცრავად დავასრულებ, ბექა. სწორედ აქ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვინ როგორ შეთავაზებს საზოგადოებას აი ამ რეფორმების ჩატარებას და განხორციელებას, რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. ბატონ თამაზ, თქვენი პირველი ასე ვთქვათ შეფასებები და შთაბეჭდილება გაგვიზიარეთ და ვისაუბროთ პერსპექტივებზეც, რომელსაც თქვენ ხედავთ ბიზნესის მხრიდან, როდესაც უკვე სტატუსი მონიჭებულია. წინ სამუშაოა, მაგრამ თითქოს პირველი ნაბიჯი და პირველი ეტაპი გადავახულია. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია და უერთები მოლოცვებს. ყველა ველოდებოდით, მაგრამ რეალურად რო შედგა ეს სულსმა შეგრძნება,
რომ ეს გადაიდგა ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ისტორიული განაცხადება იქნა მიღებული, როცა საქართველოს რეალურად დაუმტკიცეს შანსი იმისა, რომ დაიწყოს პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში უნდა დასრულდეს საქართველოს ევროკავშირის წევრობით. ასე რომ გულოცავ ჩვენ საზოგადოებას, თითოეულ ადამიანს და ყოველ განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თითოეულ იმ ადამიანს წვლილი შეიტანა, დიდი წვლილი შეიტანა ამ პროცესში ეს ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო და ზოგი მათგანი ცოცხალიც აღარ არის, მაგრამ ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ და მივულოცო კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას აი ეს დიდი მონაპოვარი. რა პერსპექტივას ხედავთ თქვენ ბიზნესის კუთხით ეს სტატუსი იდეაში ქვეყნის განვითარებისთვის? გასაგებია რომ წევრობამდე ბევრი ნაბიჯია კიდევ გადასადგმელი, მაგრამ სტატუსის გამოყენება როგორ შეუძლია ქვეყანას ბიზნესის, საზოგადოების, ხელისუფლების ჩართულობით? ჩვენთვის ცნობილია რომ ეს გზა გაიარა ძალიან ბევრმა ქვეყანამ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, ოსტაფრიკა კავშირის ქვეყნებმა, ბალტიის ქვეყნებმა და ცნობილია ის თუ რა შედეგებს მიაღწიეს ზოგმა უფრო მოკლე ხანში, ზოგმა უფრო გრძელ პერიოდში, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი ცვლილებები მოხდა ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ცხოვრების დონის ამაღლების თვალსაზრისით, განათლების სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების თვალსაზრისით, ფინანსებთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ასე რომ ახალს ვერაფერს ვერ ასე ვთქვათ მოვიგონებთ, ახლა მთავარია რაც შეიძლება მოკლე დროში გავიაროთ ეს პროცესი, ყველანაირად შევუწყოთ ხელი რომ ევროკავშირმა სწრაფად გაიაროს ეს ფორმალური პროცესები და შესაბამისად ჩვენ გვევალება ის რომ განვახორციელოთ ყველა ის რეფორმა რომელიც ამას შეუწყობს გასა. ეხლა დანარჩენი მართლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიცით დავალება რა არის, ყველამ ერთად საზოგადოებამ, მთავრობამ, ოპოზიციამ, ყველამ ერთად ვიცით რა არის დავალება და ეხლა ერთადერთი ამოცანაა ყველას ჩვენ ერთი რომ ფოკუსი არ დავკარგოთ და რაც შეიძლება მოკლე დროში გავიაროთ ეს პროცესი და მივიდეთ ფინიშამდე. კი ბატონ ზიად, პერსპექტივებთან დაკავშირებით რა გზებს ხსნის ეს თუნდაც ბიზნესისთვის? თქვენ ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმოადგენთ, ხშირად გვისაუბრია თქო თემებზე, რომელიც სანდოობას და ასე შემდეგ ეხება იმისთვის, რომ ინვესტიციები მეტი მოვიზიდოთ, მეტი დახმარება მივიღოთ ევროკავშირისგან, რომელსაც გამოვიყენებთ ქვეყნის განვითარების რეფორმებისთვის. აი ეს სტატუსი ისმება კითხვა. რას გვაძლევს გარდა იმისა, რომ თქვა ხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ? აი სამ პუნქტზე შევაჩერებ ბექა ყურადღებას. პირველი, ნახეთ, ყოველწლიურად ვიღებთ დაახლოებით ევროკავშირისგან 100 მილიონ ევროს. ჩათვალეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს გავზარდოთ და მე ვერ გეტყვით რამდენად, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ევროკავშირი არ გეტყვის უარს არავითარ დაფინანსებაზე, რა გაგებით ვიძახი, განუსაზღვრელ დაფინანსებაზე, თუ შენ სწორად მიზანმიმართულად დაუსაბუთებულად წარუდგენ ამას. ეს ეხება პირველი ინფრასტრუქტურას. ნახეთ, როგორ არის საქართველოს, როგორც შუა კორიდორის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, კარიბჭე ევროპულ განზომილებასთან, სწორედ ითხოვს სწორედ ამ ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფას. აქ ჩათვალეთ, რომ ყველანაირი მხარდაჭერა იქნება ფინანსური, ეს იქნება საგზაო მიმართულება, ეს იქნება სარკინიგზო მიმართულება, ეს იქნება საპორტები, საქართველოს პორტები, მათ შორის გულისხმობ ანაკლიასაც, პრაქტიკულად ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ჩვენ განუზომლად დიდი შანსები გვაქვს, რომ მივიღოთ დაფინანსება. ეს ერთი. მეორე, ნახეთ, დაფინანსება რეფორმებისთვის. ჩათვალეთ, რომ აქაც განუსაზღვრელად იქნება, რა თქმა უნდა, ეხლა ყველასფერს თავის ჭერი აქვს, მაგრამ განუსაზღვრელი რაოდენობით, რაც დაჭირდება ქვეყანას რეფორმებისთვის თანხები ევროკავშირიდან მივიღებ და ეს უკვე უმნიშვნელოვანესია. ნახეთ, ეს არის დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ეს არის ქვეყნის სტაბილურობის განვითარებისთვის და ზოგადად რეფორმები განათლებაში, სასამართლოს მიმართულებით, ყველა მიმართულებით, ყველა კუთხით დაფინანსება გაიზრდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მესამე, ნახეთ, ჩვენ აღვნიშნეთ ახლა ვახსენებთ შუა კორიდორი და აი ამ 7 ქვეყანასთან მიმართებაში ცენტრალური აზიის 5 ქვეყანა და აზერბაიჯანი საქართველოს უკვე არის უპირატეს ვითარებაში. ჩათვალეთ, რომ სტატუსი განაპირობებს უმნიშვნელოვანეს ყურადღებას ამ ქვეყნებისგან და პირდაპირ გეტყვით რეგიონში, ჩვენ რეგიონში სომხეთი და აზერბაიჯანი ამას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება და ნახეთ, აი აქ შეიძლება გაცილებით უფრო კარგად და ეფექტიანად ვიმუშაოთ, თუნდაც
შუა კორიდორის უფრო გაძლიერებისთვის. ნახეთ, ჩვენ ვიყოთ ის, დავარქვათ, ფლაგმანი, მედროშე ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, აი ამ 6 ქვეყანასთან, შუა კორიდორის 6 ქვეყანასთან და შუა კორიდორის გაძლიერებისთვის და კოორდინაციისთვის ჩვენ ავიღოთ ხელში ეს სადავეები. ამის შანსიც ძალიან გამოკვეთილია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზუსტად შუა კორიდორის მონაწილე ქვეყნები ერთად დავარქვათ სინქრონულად ვიმუშავებთ, ეს იქნება ტარიფები, ინფრასტრუქტურა, გადაზიდვის და ლოჯისტიკის მიმართულებები, საგზაო, სარკინიგზო, საპორტო ინფრასტრუქტურა, მაგრამ პრაქტიკულად საქართველოს დღეს როგორც დამაკავშირებელი აი ამ ქვეყნების ევროპულ განზომილებასთან და შავი ზღვა პრაქტიკულად გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ჩვენ პირდაპირ კავშირი გქონდეს ევროკავშირის სივრცესთან, ევროპულ სივრცესთან, ეს გაცილებით უფრო გააძლიერებს ჩვენ პოზიციებს. და რა თქმა უნდა, შუა კორიდორი ეს იქნება საქართველოსთვის კიდევ ერთი დამატებითი შანსი იმისა, რომ ჩვენ უფრო გავაძლიეროთ კონტაქტები, რასაც ქვია ევროპულ განზომილებასთან. ბატონ თამაზ, თქვენთან მინდა შემაჯამებელი კითხვა დავსვა თქვენთან მიმართებით. ბიზნესი, ასე ვთქვათ, აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ შესაძლებელია თუ არა, რომ ბიზნესის რაღაც ნაწილმა, რომელიც შეიძლება არ იყო ორიენტირებული ევროკავშირის ბაზარზე, გარკვეული პოლიტიკა შეცვალოს, მეტი, ასე ვთქვათ, ექსპორტი განხორციელდეს ევროკავშირში, მეტად, ასე ვთქვათ, მიიღოს ბენეფიტები ევროკავშირის დაფინანსების კუთხით ბიზნესმა. ანუ რა სამუშაოს ელით წინ და ბიზნეს სექტორის რა რეაქციას ელით 2024 წლის განმავლობაში მათ შორის. ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენ ევროპასთან კიდევ უფრო ვახლოვდებით, ბოლო წლებში, რა თქმა უნდა, ბიზნესის ორიენტაციების ტექნიკური ხარვეზია იმედია გამოსწორდება. შემოხდა. თუმცა ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, უახლოეს ხანში ბიზნეს სექტორის შესაბამის რეაქციებს მოახდენს და რა თქმა უნდა, ის შესაძლებლობა, რომელიც ევროკავშირის აქვს, იმ დიდ ბაზარს და იმ მსყიდველობიანობას, რომელიც ევროკავშირში ამას ვერც ერთი სხვა ბაზარი, უახლოესი ბაზარი ჩვენთან, რა თქმა უნდა, ვერ შეეძლება. ამიტომ ეს ძალიან კარგი სიგნალია, მე მაქვს ურთიერთობა უამრავ ბიზნესთან და ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ საქართველოს გავხადოთ, ასე ვთქვათ, გარდა იმისა, სატრანსპორტო დეროფთან, ჩვენ საქართველოს გავხადოთ როგორც წარმოებულ ქვეყანა. ჩვენ შეგვიძლია მოვიზნოთ ესეთი კომპანიები, რომლებიც აქ გახდიან საწარმოებს სხვადასხვა რეგიონებში და ეს ხელში უწყობს ეკონომიკის და ასევე ქვეყნის დეცენტრალიზაციას, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ იქნეს კონცენტრირებული მხოლოდ ორ ქალაქში და გაიშალოს ეკონომიკა მთელი რეგიონების მასშტაბით, ადამიანებმა შეწყვიტონ ფიქრი უცხოეთში გასვლაზე. გაიხსნა ძალიან ბევრი დიდი თუ საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც პროდუქციას აწარმოებენ, გამოიყენებენ ამ შემთხვევაში თქვა კომპონენტებს სხვადასხვა აზიური ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ასე შემდეგ, ინდოეთიდან აწარმოებენ პროდუქციას და შეიტანენ შემდგომში ევროკავშირში იმ პრივილეგიების გამო, რომელიც საქართველოს მიენიჭება. ჩვენ მართლაც უკიდურესი ქვეყანა ძალიან ახლოს აზიასთან, სადაც იწარმოება უამრავი ნედლეული, ჩვენ შეგვიძლია ეს ნედლეული შემოვიტანოთ საქართველოში ძალიან მოკლე დროში, შევქმნათ ახალი პროდუქცია, მაღალ ტექნოლოგიური პროდუქცია და გავიტანოთ ევროკავშირში. ამისთვის რა თქმა უნდა საჭიროა გარდა ინფრასტრუქტურის განვითარებისა, ასევე საჭიროა განათლების სისტემის რეფორმა. ჩვენ გვჭირდება ძალიან ბიზნესზე ორიენტირებული პროფესიების, ასე ვთქვათ, პოპულარიზაცია, ტექნიკური პროფესიების პოპულარიზაცია საქართველოში და ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში რა თქმა უნდა ბიზნესის როლი იმაში, რომ ეკონომიკა განვითარდეს და გავიზარდოთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ეხლაც მე მოვდივარ პროფესიული სასწავლებლიდან, სადაც ჩვენ საერთობრივ პროგრამა შევქმნით ახალი პროფესიის განვითარებისთვის, ასე რომ ბიზნესს აქვს უდიდესი როლი, რომ შეასრულოს რაღაცნაირი მძრავის ფუნქცია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ავიქცოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ეხლა მოგვეცა აი ამ ახალი სტატუსის მიღების შემდეგ. მადლობა, თამაზ დაუშვილი იყო. გემშვიდობით ბატონ თამაზ, თქვენ მადლობა ჩართვისთვის. დიოს დამფუძნებელს ვესაუბრებოდით, ბრუნდებით სტუდიაში. კი ბატონ, დაამატეთ ბატონ ზია და შემდეგ რა თქმა უნდა, ვეთანხმები ბატონ თამაზ, დიო არის ჩვენი საბჭოს წევრი. იცით, აი ესეთი განსაზღვრული, აბსოლუტურად მიზანმიმართული პროგრამებით და მონდომებით გეტყვით, რომ ყველაფერი არის შესაძლებელი და ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენ ხელშია და ბექავს სარგებლობ შემთხვევით მე მინდა ჩემ კოლეგებს, მეგობრებს, ქართულ დიპლომატებს, იმ ადამიანებს, ვინც პრაქტიკულად აი ამ 32 წლის მანძილზე აი ესე მე ვიტყოდი რუდუნებით, ძალიან დიდი მონდომებით ჩადეს
თავისი გული და სული აი ამ პროცესში მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო და უსურვო მათ შემდგომი წარმატებები. გუშინ ევროპის საბჭოზე სხვა თემებიც იყო. ვიქტორ ორბანი, რომელმაც უკრაინასთან მიმართებით, როგორც გავიგეთ, ის არ იმყოფებოდა დარბაზში, როდესაც მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ასევე 50 მილიარდიანი დახმარება, რომელიც დაიბლოკა, ვეტო დაედო, ბატონო ვიქტორ ორბანმა ამაზე ისაუბრა. თქვენი შეფასებები ამასთან დაკავშირებით, საკმაოდ ისეთი მძიმე ევროპის საბჭო იყო, თავისი, ასე ვთქვათ, დისკუსიებით სხვადასხვა თემებზე. თუმცა ერთი საქართველოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მეორე უკრაინის თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია თქო. ბექა, გეთანხმებით, რომ ძალიან ყველა მთელი ჩვენი ქართული საზოგადოება და არა მარტო ქართული საზოგადოება, სრულიად შემადგენლობა ევროპული საბჭოსი, ასევე უკრაინა, მოლდოვა, აი დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ამ თემას. რა თქმა უნდა, სირთულეები იყო, როგორც ჩვენ ვხედავთ ამას, რეალობა რაც არის, მაგრამ ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ ანახა, რომ ერთიანობა და კონსენსუსი შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერს თავის მოსაზრებები ჰქონდა, მე პირდაპირ გეტყვით, როგორც პირველი ელჩი უნგრეთში ჩვენი ქვეყნის, მოდით აღარ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ თავარი არის, ჩემთვის თავარი ის არის, რომ შედეგი არის და სხვათა შორის ერთი მომენტიც არის. როდესაც უნგრეთში ვიყავი, იცით რა არის 56 წლის მარტის მოვლენები ძალიან კარგად ისეთ და ყურადღებით შევისწავლეთ თელმა საელჩომ სხვათა შორის იქ არსებობს ესეთი ტერორ ხაზა, ანუ ტერორის სახლი, სადაც არის აბსოლუტურად მე ვიტყოდი დეტალურად მოთხრობილი თუ რა გაიარა უნგრეთმა სწორედ საბჭოთა კავშირის დროს რუსეთთან მიმართებაში და მე მგონი ეს უნგრელებს არ დავიწყებიათ და ვერც დაივიწყებენ ისეთი მძიმე პერიოდი გაიარეს. ამიტომ რა თქმა უნდა არის რაღაც თქვათ შეთანხმებების თქვათ ისეთი რთული მომენტუმი, პროცესი, მაგრამ თავარი ის არის, რომ შედეგი დასრულდა და ჩვენ ხელში გვაქვს დღეს კანდიდატობა და რაც თავარია უკრაინას, რომელმაც პირდაპირ გეტყვით როგორც დიპლომატი შევაფასებ, ეს ჩემი მოსაზრებაა, რომ თუ არა უკრაინაში დაწყებული ომი რუსეთის მხრიდან გეტყვით, რომ უახლოესი 7-8 წელიწადი თუ 10 არა, საერთოდ გაფართოებაზე და კანდიდატის სტატუსზე ჩვენი ქვეყნისთვის არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა საუბარი. ჯამში ევროკავშირში არ იქნებოდა, ხო? რა თქმა უნდა, იცით რა არის, ევროკავშირი არის ძალიან ის ჯერგერთი, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, აქ არის ასთა სხვადასხვაობა, სწორედ ამიტომ არის, ნახეთ, დემოკრატიულ პრინციპებზეა ეს ყველაფერი აგებული, ისე რომ არ დაზარალდა სხვათა შორის პირდაპირ გეტყვით გუშინდელ ევროპული საბჭოს ხდომაზე არც 26 ქვეყანა და არც 27. იქ შედგა მაინც მოლაპარაკება და ეს უკვე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპული საბჭო არის ის ადგილი, სადაც ჩვენ მართლა უნდა გვინდოდეს, რომ იქ ვიყოთ და წარმოდგენილი იყოს ჩვენი ქვეყანა. ასე რომ რეალურად პერსპექტივები მეტი გვაქვს, გაცილებით მეტი, რომ მოლაპარაკებები მომავალ წელს გაიხსნას საქართველოსთვის. გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ეს რამოდენიმე თვე მოსამზადებელი და ჩვენ ყველამ ერთად, ნახეთ, მე არ დავყოფთი რა, მთელმა საზოგადოებამ, ეს იქნება მთავრობა, ოპოზიცია, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი. ჩვენ ისეთ გზას, აი ნახეთ როგორ არის, ისეთ გზას უკვალავთ ჩვენ მომავალ თაობას, ბექა და გავიხსენოთ ერთი რაღაცა, ეს ხო მილია ჭავჭავაძის, ეს ხო თაობების საოცარი სულხან-საბას ოცნება იყო, მაგრამ ეს ევროპაში საქართველოს დაბრუნება. და ნახეთ რა არის, ჩვენი შვილიშვილები ხდებიან ევროპის მოქალაქეები. მე არ ვიცი ეს 8 წელიწადში იქნება 5-ში თუ 10-ში, მაგრამ უეჭველი რო გახდებიან ეს ნამდვილად ვიცი დარწმუნებული ვარ და ნახეთ ამისთვის უნდა ვანახოთ ევროპას ერთიანობა. რა თქმა უნდა, ერთიანობა აი სწორედ ამ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით. დანარჩენი უკვე პოლიტიკოსებმა თვითონ უნდა გადაწყვეტონ. კი ბატონო. ამ თემაზე კონსენსუსი უნდა იყოს ისეთი, როგორც საჭირო ქვეყნის. როგორც ერთი უნდა იყოს ერთი აზრი, ერთი მოსაზრება მთელი სრული საზოგადოების. ნახოთ, ამ პროცესის მონაწილეები ვართ ჩვენც, ვიქნებით ჩვენც 2024 წლის განმავლობაშიც, მათ შორის ზვია ჭომბურიძე იყო ჩვენი შტომარი, რომელიც ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანია, მასვე მშვიდობით, მასთან ერთად ვასრულებთ საქმის კურსის გამოშვებასაც. 17 საათს და 40 წუთზე შევხვდებით ერთმანეთს დროებით.